მოდი ვნახოთ რა გაგახარებს ჩემო კარგო. არაფერი არ ჩავიფიქრო. მოგესალმებით ძვირფასებო ყველას. გილოცავთ ყველაფერს ერთად ჩემო ძვირფასო გაუნწერებო. მიხარია თქვენი კომენტარები და თქვენი ყურადღება. რა გაგახარებს უახლოეს პერიოდში? არაფერი არ ჩავიფიქროთ, შევხედოთ რა გაგახარებს. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ თქვენ, ჩემო მეგობრებო, ხართ ძალიან უნიკალური ადამიანი. ხშირად თქვენი ესმით არასწორად მინდა გითხრათ. აი დაფიქრდით და მიხვდებით რას ვამბობ. თქვენთვის შეიძლება რთული იყოს სხვა ადამიანებთან საერთოდ მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, იცით? აი და გეტყვით რატომ. თქვენ ხართ ადამიანი კრეატიული და გჭირდებათ ყოველთვის, რატომ ხართ ცუდად გჭირდება პირადი სივრცე, გჭირდება რომ იცოდე. 10 პენტაკლი ხართ. თქვენ ხართ ვიცი, აი რა ინფორმაციაც წამოვიტყვი. უნიკალური ხართ. ძალიან უნიკალური ხართ. პირადი სივრცე გჭირდებათ. უკეთესად რომ მიგრძნოთ თავი, მშვიდად რომ აკეთოთ თქვენი საქმეები, იდეები რომ ახალი მიიღოთ. შეიძლება ოთახის სივრცე შესაძლოა, აი მაგალითად რაღაც ადგილი ბაღში ხვდებით, ანუ სადმე უნდა დაჯდეთ ესე თქვენთვის, მხოლოდ თქვენ მარტო დაფიქრდეთ, ჩამოყალიბდეთ, მიიღოთ გადაწყვეტილებები, ამისთვის გჭირდება სიჩუმე და სივრცე. უფრო მეტად უნდა განვითარდეთ, მეუბნებიან, ძალიან ბევრი რამე გაგეხარდებათ, ძალიან ემოციური ხართ, გულით ელოდებით რაღაცა ამბებს და მინდა გითხრათ კიდევ ვიცით რა, რომ კანით გრძნობთ ყველაფერს, იმდენად გრძნობიარე ხართ, ძალიან გრძნობიარე ადამიანი ხართ, გოგოებო, მით უმეტეს თქვენ. სხვები ვერ ხედავენ იმას, რასაც ხედავთ თქვენ, მეგობრებო. სხვებს არ ესმით ის, რაც შეხედეთ, რაც გესმით თქვენ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ ცხოვრებაში. და თუ ფიქრობთ, იმიტომ რომ ვარსკვლავი ხართ, ხვდები, თუ ფიქრობთ, რომ ამ პერიოდზე რაღაცა არ გამოდის, მინდა გითხრა, რომ ეს მხოლოდ გეჩვენება, ჩემო კარგო, გეჩვენება. გულიდან წამოსული სიხარული გექნება, გაითვალისწინე, აი გეუბნება სალომე, გულიდან წამოსული სიყვარული. ვისაც ჭირდება პირადი გაშლა, მომართეთ პირადში. შეხედეთ, ეტლზე ხართ, ეტლში, ცხენზე ხართ, გამარჯვებული ხართ. ნუ ამოდის ასე რა გითხრათ სხვა, ბედნიერება გელოდებათ. ხმაურიანი ბედნიერება გელოდებათ, მოულოდნელი, თბილი მოულოდნელი ბედნიერება. რა გაგახარებთ, შევხედოთ. მოქმედების არკანი გამოვიდა, ჩემო კარგო. კიდევ ტრანსფორმაციის არკანი ამოდის, ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით, პოზიტიური ცვლილებების. რა მთავრდება თქვენი იმედგაცრუება, სრულდება, მთავრდება, აბსოლუტურად მთავრდება ის, რა იმედგაცრუებაც გქონდათ. აქ მოდის ძვირფასებო. ნუ, რა თქმა უნდა, ამოდის, რასაც არ ველოდი საერთოდ, ძალიან დიდი თანხები მოდის ვიღაცასთან, უზარმაზარი თანხა. ეხა ბევრ რამეს ვიტყვი. ვისაც არ მოეწონება მტრებზე ცუდი ნეგატიური საუბარი, წყალი დალიეთ და საერთოდ გათიშეთ და ნუ მიყურებთ. ბუმერანგი ბრუნდება, აღარ ცუდი კომენტარები არ დავწეროთ, ხო არა, ვიზე კომენტარი, მაინც ენერგია არ გვინდა. ბუმერანგები მიდის თქვენს ვინც გაწყენინათ მათთან. ბუმერანგი მიდის ძალიან კარგად ხედავ, ასევე მიდის
ტრანსფორმაცია ფინანსებში, ძალიან კარგი ტრანსფორმაცია გვაქვს ფინანსებში, მეგობრებო. ფინანსური ტრანსფორმაცია, სადაც გქონდათ 5 პენტაკლი და არაფერი არ გქონდათ, აქ რაღაცა ფინანსური გაუმჯობესება ჩანს. თქვენ გაითვალისწინეთ, როდესაც ნერვიულობთ თქვენ, მაშინ გეწყებათ ზუსტად ფინანსური ჩავარდნები და მაშინ კარგავთ ბარაკას და მაშინ კარგავთ ბიზნესში, სახლში, ფული მიდის როგორც წყალი, ხო? ანუ იცით როდის? როდესაც თქვენ ხარჯავთ ვიღაცაზე თქვენს ნერვებს. ზუსტად ყველაფერი დამოკიდებულია ნერვიულ სისტემაზე, მინდა გითხრათ. ანუ ნერვიული სისტემა თქვენი მუშაობს, როცა ფიქრობთ რაღაცაზე ნერვიულობთ, ხო, აი იმ სხვასთან მიდის თქვენი ბარაკა, ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ამას ყოველთვის ყველგან წერ და ამას წერ ყოველთვის ჩემს პატარა მანიფესტაციებში, რა თქმა უნდა. ესე იგი, სასიამოვნო ზარი შემოდის, შეტყობინება შემოდის ადამიანისგან, ვიზეც ფიქრობთ, ვინც ელოდებით, სადაც იყო წერტილი, როგორც ჩანს, ვიღაცა მოდის აქ, მოლიპული გზიდან, არ ვიცი, მაპატიე, მითხარი, დამელაპარაკე, გჭირდები, არ გჭირდები, რაც ეხება სასიყვარულო გაშლებს, ძვირფასებო, შესაძლოა შვილიც მოვიდეს თქვენი სხვათა შეიძლება შვილიც იყოს, პატიება გთხოვოს და გელაპარაკოს, ან რაღაცა კარგი ამბავი მოგიტანოს. საუბარი ამოდის, რომელშიც ბევრი რამის გაგება ანუ რომელიც დაგანახებს რაღაცას უკეთესად, ხვდებით? რაღაცას უკეთესად დაინახავთ. მცირე, არამცირე ფინანსური გაუმჯობესებაც, შერიგება ვიღაცასთან ურთიერთობის დალაგება, დათბობა მზე, ესე იგი, აქ რაღაცა სასიყვარულო ამბებზეც არის საუბარი, ვიღაცა გამოდის კონტაქტზე, ძვირფასებო. მოდის ასევე ფინანსური კრიზისის შემდეგ თითქოს იზრდებით, რა გაგახარებთ, უახლოესი პერიოდია. საუბარია ვიღაცისგან, აი ეს ფინანსური კრიზისის გაუმჯობესება ხდება ფინანსების, შერიგება, ურთიერთობის დათბობა, დაალაგება, პატარა საჩუქარეც, ან დიდი საჩუქარე, ვისთან როგორ ძვირფასებო. და თქვენ ხართ, რა თქმა უნდა, ღამის პრინცესა ხართ, ძვირფასებო, თქვენ იზრდებით, მეგობრებო, სიტუაციამ გაგზავნათ, მოტივაცია მიიღეთ, ხვდებით? და ზოგმა გაიარეთ ისეთი გაკვეთილები, შეიძლება ადამიანს არ ქონდეს ფული, მილიონები და 30 სახლი, მაგრამ შეიძლება ადამიანი იყოს შინაგანად ძალიან ძლიერი და სხვანაირი შეიძლება იყოს სამყაროსთვის, ხვდებით? თქვენ მაინც და მაინც მოფიქრობთ, რომ მილიონერი უნდა იყოთ, რომ რაღაცას წარმოადგენდეთ. არა, დადებითი ცვლილებების მოტანა შეგიძლიათ ყველასათვის აბსოლუტურად გაზრდილი ხართ, თქვენ ხართ როგორ აგიხსნათ, აი ნაით პრინცეს ხართ, ხვდებით? ღამის პრინცესა ხართ, წარმოიდგინეთ, ქურუმი ხალი ხართ რა. ხო, და კიდევ და იეროფანტი. და წარმოიდგინეთ, რომ მით უმეტეს ახლა ისეთი დღეებია, ვინც ამბობს, რომ ტაროლოგს არ შეუძლია რომ აღნიშნავდეს, რა ქვია, აღდგომას და ასე შემდეგ, სიცულელეს ნულაპარაკო, თქვენ ლოთ ქმრებს მიხედეთ, არ იმრუშოთ, ხო? და კიდევ აბორტებს ნუიკეთებთ სააღდგომოდ, ხვდებით? და დანარჩენ ტაროლოგებს შეეშვით, ჩვენ უბრალოდ ვისაც რაიმეს, თქვენზე უკეთესად გვესმის წესები და უფრო გვეშინია ცოდვების ვიდრე თქვენ დანარჩენებს, ვინც აი ამ რაღაცებს წერთ. და კიდევ, აქ მფარველობა გაქვთ, ძვირფასებო, სასწაული, ხვდებით? სასწაული მფარველობა გაქვთ, მოდის ზუსტად სამყაროს ენერგიებიდან და მოდის თქვენი ეგრეგორიდან. ყველაფერი შეიძლება იყოს მფარველები, ანგელოზები, შესაძლოა თქვენი მფარველები, გარდაცვლილები, მაგალითად თქვენი სანათესაო წრიდან და საერთოდ მფარველები არის ასეთი კატეგორია მფარველების, თქვენთვის უხილავია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, როცა რაღაცა არ გამოდის და უცბად რომ გამოგივა ხოლმე, ანუ მოულოდნელად ცვლილებებია მოსალოდნელი და გფარავენ მიჩვენებს. გფარავს თვით სამყარო. და ძალიან კარგად მიდის ბუმერანგი მტრებთან. ეს ხომ უკვე ვთქვით, მან რაღაცა ნულდება მათთან. რაღაცა განულდა. მიიღეს ეს ბუმერანგები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ დაიმსახურეს. ბედნიერად ჩვენ ჩემო ძვირფასებო.